მოგესალმებით, გავაგრძელოთ ჩვენი წვეთის ბიბლიოთეკის დამატება, გაკეთება. ესე იგი, წინა ვიდეოში გავჩერდით იმ ეტაპამდე, რომ თქვენ უნდა დაგეწერათ აი ეს, გაჩვენებთ ახლა ამ ვიდეოში რა არის დამატებული. დავამატე ესე იგი XDI-B-ის ადრესები, აქ B-ის ადრესს მივაწერე, რადგანაც წინა შემთხვევებიც ესე მაქვს გაკეთებული, მივყვები ერთ სტრუქტურას, ხო? შემდეგი იყო sysconfig-ის B-ის ადრესი, აქ ესე მაქვს გაწერილი და სათითაოდ დავამატე nvk-ის აი ეს მისამართები. აი აქეთ რომ გავხსნათ და მოვუძებნოთ ესე რომ მოვუძებნოთ. ხო, აი ეს მისამართებია, რა თქმა უნდა, 4-ით გაზრდის შემთხვევაში გადავდივართ ახალ რეგისტრზე, ხო, ანუ ეს რადგანაც ვიცით, რომ 7 რეგისტრია, რომელიც წინაზე აი აქ ესე გავაკეთე. აი აქ ყოველი ახალი რეგისტრისთვის აი ეს არ 1, 2 და ამ შემდეგ გაიზრდება და იქნება 4-ით მეტი. მეტი არ მჭირდება ინდიაში და ამიტომ მხოლოდ აქ კოდში, რასაც ხედავთ, აი ამებს გამოვიყენებ, დამატებით დავამატე ესე იგი ესეთი სტრუქტურა, ხო? პირველი დავამატე sysconfig-ის, აქ sysconfig-ი დავამატე. აკი. პირველი დავამატე ესე იგი sysconfig. და sysconfig-ს აქვს შემდეგი რეგისტრები, არ ვიტყვი აქეთ სახელს და აქვს სულ exdr control registry 1 2 3 4. შეგიძლიათ აი ასეც დაწეროთ და შეგიძლიათ აი ესეც დაწეროთ, ხო? ეს რას ნიშნავს? ახლა მასივი შევქმენი 4 ელემენტიანი, ხო? ანუ აქ exdr 1 იგივე იქნება, რაც exdr control register 1 იგივეა, რაც ext control register აი ესეთი ჩანაწერი. და ასე შემდეგ, ხო, exdr 2 იგივე იქნება, რაც აქ 1 და ასე შემდეგ. ესე იგი მას შემიძლია ესე მივუწოდე. ასევე შევქმენი exdi-ის რეგისტრები. IMR, EMR-ი, rising trigger selection register, falling trigger selection register, software interrupt და pending registry. აქვე მოდი, რაც არ გამიკეთებია ესეთი რაღაცა, დავამატოთ ჩვენთან, აი როგორც აქ გვაქვს გაკეთებული. ეს შეგვიძლია დავაკოპიროთ და exdi გადმოვიტანოთ. exdi გადმოვიტანოთ და აქ უნდა შევქმნათ აი ამ რეგისტრის მიმთითებელი ცვლადი exdi base ადრესიდან. ანუ როდესაც გამოვიძახებთ ჩვენ ext-ის სახელს, სიტყვას, იგულისხმება აი ამ მისამართზე არსებული ეს სტრუქტურა. და ამ სტრუქტურაზე ვიცით, რომ თითოეულ რეგისტრს, რომელსაც მივწვდებით, იგულისხმება, რომ ჩავწერთ პირდაპირ შესაბამის მისამართზე. იგივე გავაკეთოთ sysconfig-ზე. ნაკეთეთ sysconfig-ის რეგისტრი ავიღოთ და sysconfig base ადრესი. მოკლედ ესე გავაკეთოთ. კიდევ კოდში რაც დაგვჭირდება, არის ის, რომ GPIO-ზე რომ გადავიდეთ, ჩვენ აქ გვაქვს მოდები, ხო? ანალოგი და მოდი აქ დავამატოთ define, თუ გვინდა რომ მაგალითად ავირჩიოთ GPIO-ის mode, ხო? GPIO double-tire mode IT-ს დავწერ interrupt double-tire falling FT-ს დავწერ ისე define, მოდი აი ამებს გავაკეთებ. rising trigger ან თუ გინდათ RR-ი დაწერეთ, ან მოკლედ როგორც გინდათ. და falling და rising trigger. ესე იგი, მოდი ეს იყოს 4. ეს იყოს 5. და ეს იყოს 6. აქ 5. ესე იგი, ჩვენ mode-ებში აქ არ გვიწერია, ხო? თუ კი შევქმნით მაგალითად აქ main ფუნქციაში,
GPIO დაბლატირე GPIO აქ როგორ გვაქვს დარქმეული აი ესე მაგალითად button ან იყოს ხილაკზე button წერტილი წინა შემდეგ button წერტილი GPIO აქ რა ვარიანტები გვაქვს რა ვნახოთ pin config-ზე წერტილი მაგალითად pin mode უდრის მაგალითად 4-იანია rising edge ხო? აი აქ რაც დავწერეთ. იგივე რაც დავწეროთ აი ეს. აქ წერტილიც და იგივე მოდი აბა ეს დავაკონფიგურიროთ. ეს warning-ია რომ არ ვიყენებთ ამ ცვლადს. და აქეთ მოდი ეს შევცვალოთ წერტილი pin number. მე მგონი ესე მიწერია. GPIO pin number-ი. უდრის დავუშვათ GPIO დაბლატირე pin დაბლატირე დავუშვათ 7. აქვე შეგვიძლია ანუ აქ თანმიმდევრობას მნიშვნელობა არ აქვს. ახლა უბრალოდ გამოცხადება ხდება init ფუნქციაში მაინც მივაწვდით და ყველა იმ კონფიგურაციას აიღებს სათითაოდ ამ ყველაფრის მერე ყველაფერი მაინც ერთ სტრუქტურაში მოხდება და რაც დაჭირდება init ფუნქციას იმას ამოიღებს როცა დაჭირდება მაშინ GPIO აქეთ აი ეს ავიღოთ უდრის GPIO მაგალითად ეს ხო, ანუ შემდეგი ფუნქციები, ესე იგი, შეგვიძლია მერე მივამატოთ, ესე იგი, ეს არის ჩვენი ამ ეტაპისთვის სტრუქტურა. დამატებით, ესე იგი, ჩვენ დაგვჭირდება ასევე GPIO-ში ჩარევა init ფუნქციაში, რადგანაც ეს ისეთ შემთხვევაში გვაქვს, აი აქ ჩვენ დაგვჭირდება თუ მაგალითად ჩვენი აი ესე რომ ავიღოთ პირდაპირ GPIO handle-ის ტირე აქეთ გვაქვს ჩვენ ესეთი GPIO pin config-ი აიო დაბლატირე config-ი წერტილი GPIO აქეთ როგორ გვაქვს და დაბლატირე mode ან გაიმოდი ესე ვნახავ ბევრი რა არ ვიფიქრო დავუშვათ pin mode მეტია ისევ define-ები ვნახოთ თუ მეტია 3-ზე, ესე იგი უოჭველი გვაქვს წყვეტის შემთხვევა, ხო? ანუ 4-იან, 5-იან, 6-იან. თუ მეტია 3-ზე, ანუ ან 4 გვაქვს, ან 5 გვაქვს, ან 6 გვაქვს. 3-ზე, ან შეგვიძლია ესეთ რაღაცას დავწეროთ. თუ მეტია ანალოგზე. ესე იგი, აქვიდან უნდა დავიწყოთ და დავწეროთ detect edge R or F, rising or falling edge. და გავწეროთ მოკლედ ეს ფუნქციები, ხო? თუ ეს რიცხვი, აქ ეს არასწორად მეწერა, შეიძლება მაგით ვარ მიმთავრებდა ამ ყველაფერს კი. ამიტომ ამიწე ხელით ძებნა. კაი, მოდი ახლა ამას დავასეივებ, სადმე რამე ერორები არ გვაქვს და ბევრი რო აღარ გავართულოთ, შემდეგი ვიდეოდან დავიწყოთ უკვე init ფუნქციაში წყვეტის რეჟიმის შემოტანა და ვნახოთ ეს ყველაფერი.